და მის საბაძნი შვილისთვის მუდამ თავგან წირულნი საკუთარ თავის კეთილდღეობა ჩვენ ვალაცვალეთ შვილთა დღეობას. აი ეს წარსული ყოველთვის შექმნის მომავალს. გულწრფელობა პატარა დაში აპლოდისმენტები პატარა მომავალ თაობას. აპლოდისმენტები თაობას. ამ პატარა სუვენირში თავმოყრილია ისეთი ძვირფასი ქვები, როგორიცაა კვარცი, ჯანმრთელობის აღმდგენი, მალაქიტები, ენერგიის წყარო და ბედნიერების მომტანი. ეს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს თქვენს სამუშაო მაგიდას, რომ თქვენ შეძლოთ დაუღალავად იმუშაოთ ქართული ემიგრანტული ბიბლიოთეკის გამდიდრებისათვის. დაში თუ მალეტაში მეგობრებო. ეს ის ხელებია, რომელსაც პედაგოგები ამ წიგნზე უთმევია. აპლოდისმენტები. ყველას დიდი მადლობა. მეგობრებო, მეზლება შესაძლებელობა და მინდა მოგესალმოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ალბათ ყველამ ვიცით, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ ქალბატონ თამარ სეფაშვილის წიგნის ჩვენ საქართველოს გავაძლიერეთ პრეზენტაციაზე. თამარ სეფაშვილი. ეს სახელი თუ ყველა ემიგრანტმა არა, 70-80%-მა მაინც იცის. არის პიროვნება, რომელმაც რაღაც ჯადოსნური მოქმედებით შეცვალა სალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრება. გამოიყვანა ხალხი სახლებიდან, სადაც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ. ხალხი გამოცოცხლდა და გამხიარულდა, ცოტა მიეცა რაღაც აზრი მათ ცხოვრებას. ქართველი ნელ-ნელა გაიგეს ქართველი ემიგრანტების შემოქმედების შესახებ და დღეს ამაყობენ ამ ნიჭიერი ქართველებით. ასევე მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დიდი სურვილი აქვს ჩართოს ამ საქმეში ახალგაზრდა ემიგრანტები. ესენი არიან პოეტები, მომღერლები, სპორტსმენები თუ სხვა და სხვა. ეს საქმე, მეგობრებო, საქართველოს კიდევ უფრო გააძლიერებს, იმიტომ რომ საქმე ეხება მომავალ ქართველებს. უფრო რთულად ამ ახალგაზრდების შესახებ თქვენ ნახავთ და წაიკითხავთ ამ წიგნში ჩვენ საქართველოს გავაძლიერეთ. არის მომენტები, როცა ქალბატონი თამარი ქუჩაში მიდის, მას უახლოვდებიან სულიად უცნობი ადამიანები და ეკითხებიან, ქალბატონო თამარ, თქვენ ბრძანდებით? გულში იხუტებენ და სიყვარულით ეფერებიან. ეს არის ხალხო ცხოვრების აზრი, ეს არის სილამაზე და ოცნება, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ამ რჩეულთა შორის არის ჩვენი დიდებული ქალბატონი თამარ სეფაშვილი. ქალბატონო თამარ, გილოცავთ ამ დღევანდელ დღეს, ბედნიერ დღეს ვთქვი. გილოცავთ თქვენი წიგნის, ჩვენ საქართველოს გავაძლიერეთ პრეზენტაციას. ამ წიგნის შექმნა ადვილი სულაც არ იყო. იმიტომ რომ თქვენ ამ წიგნში მოათავსეთ და ერთ მუჭად შეკარით სალონიკელი ემიგრანტების ნამუშევრები. ეს უზარმაზარი საქმეა, მაგრამ ამავე დროს არის ამ წიგნის დიდი წარმატებაც. ეს წიგნი უდიდესი განძია საქართველოსთვის და ქართველი ბავშვებისათვის, რადგან ყველამ ვიცით,
რომ საქართველოში არ არსებობს თითქმის ოჯახი, საიდანაც ერთი წევრი მაინც არ იყოს ემიგრანტი. აი ამ წიგნით გაიგებენ, როგორ ფიქრობდნენ, ხარს უსვამ ამ სიტყვას, როგორ ფიქრობდნენ, როგორ შრომობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ქართველი ემიგრანტები ამ უცხო მიწაზე. ამ წიგნში გაშუქებული ემიგრანტების ყოველდღიურობა ნამდვილად ისტორიას დარჩება და თაობიდან თაობას სიამაყით გადაეცემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მადლობა, რომ არსებობთ ჩვენთვის. იყავით გამართელი და ძლიერი. ნება მიბოძეთ. ქართველი ემიგრანტების სახელით გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა და გისურვოთ. იყავით ასეთი მუდამ, არ შეიცვალოთ, იმიტომ ხალხს ასეთი უყვარხართ. სულ წარმატებებით და ღმერთის წყალობით მოფენილ გზაზე გევლოთ, ქალბატონო თამარ. შენ კი ჩვენო პატარა საქართველო იამაყეთ ასეთი ქართველებით.